Სხვადასხვა აბორტთან დაკავშირებით კიდევ ერთ შემთხვევა მინდა გავიხსენო. მოვიდა გოგონა ერთი ნანა ქვია გოგონას, რომელიც მეოთხე შვილზე იყო ფეხზე მეტ და ცოტა ძნელი პერიოდი იყო საქართველოში ეკონომიურად ეს 90-იანი წლების ბოლო პერიოდია მძიმე და ესე იგი განსაკუთრებულად ქმარი და ყველა აღდგარი მამწიან გოგოს წინააღმდეგ. მუცელი მოიშალა იმ დონეზე რომ სახლიდან გაგაგდებ ქმარიონება რა. რომ თუ ეხლა ამ ბავშვს არ მოკლა. ნუ დაუდექი გვერდში მორალურად ეხლა მეტი რა შემეძლო, მაგრამ უთხარი რომ რომ გაგაგდოს შენ ბავშვს არ მოკლა. ნუ მორალურად გატეხვა უნდათ მისი, ვერ გატეხეს. გააჩინა ეს ბავშვი. მომიყვანეს 40 დღისა. 40 დღისა მოუნათლე. და იმის მერე მოხდა ისე რომ 3 წელი მე ეს ოჯახი არ მინახავს, იმიტომ რომ შორს იყვნენ და სხვაგან დადიოდნენ. 3 წლის მერე შევდივარ ტაძარში, ჩვენ ტაძრიც საკმაოდ დიდი ეზო გვაქვს და იქ ვიღაც ქალი დგას, რომელსაც ხელში ბავშვი შორს უდავთ ხედავდა. მოწე პატარა ბავშვი ხელიდან გაუსხლდა, დაბლა დადგა და მორბის ჩემსკენ. და ახლა პატარა გოგონა. და ახლა მოვიდა მეც დავიკვეზე საყვარელი გოგონა და ავიტასა შემომეხვია აღარ მიშვებს ხელიდან. მეთქი ვინ არის? უცხო, ვაკვირდები უცხო ბავშვი. აღმოჩნდა რომ ეს ის ბავშვი. და დედამისი იყო გავაგნებული ამ სცენის მაყურებელი, იმიტომ რომ ეს ბავშვი საკმაოდ ისეთი იყო რა, არავისთან არ მიდიოდა, არასოდეს. უცხოობა იცოდა. და მე მოსალოდოთ რომ მივიდიოდით ეს რომ ეს დედა და ბავშვი რომ მოდიოდა ხოლმე, სულ ჩემს გვერდზე იდა, ეს ხელი იქონა ჩაკიდებული, ხელს არ მიშობდა. და მე ვკითხებოდა ვინ არისო? ჩემი შვილია მეთქი ვინ უნდა იყოს. აი ხო საოცრებაა სასწაული.